Żartulija და რა კარგია. გამახსენდა ახლა ერთი ანეკდოტი ავტომობილებზე. სხვა რა გზა იყო. აი უმანქანობა ის პერიოდია რა, აი ავტომობილებიც, აი იშვიათი თუ რაღაცა იშვიათი და საერთოდ ტაქსი ნიშანით რომ დაინახო ავტომობილი კიდე საერთოდ ყველ ის არის და კახეთში ის ჩვენთან კაცო ბალღი არის 10 წლის უმამოდ გაზრდილი ბალღია. დედაც მემრე აიგრე დაურია ცხოვრება რამე და ზაფხულია, პაპა ნახება ზაფხული და სკოლის პერიოდი მოდისო ბალღმა იფიქრა. ეხლა მე ჩემთან თუ არ მივხედეო, არავინ არ მომხედავს მეო, ფეხს მე არ მაქვს, არაფერი და წავიდე უბედურად. სოფელ, აერე, ღობე, ბარდებში იხეთიალა, ლეღვს აგროვის, ლეღვი. თან ეხლა სათუთი ხილი რო არ არის, ნელ-ნელ ალაგებს და ორი ვედრა მააგროვა. აბა ტრანსპორტი არ არის, რა უნდა გააკეთო, ავტომობილები, მანქანები, რამე რომი არ დადიან და აი გამაყოლე და ხელის ტაჭკით კაცო. მიდის ვიღაცა და წნორი ბაზარში, იქ გავყიდიო დიდი ბაზარი არისო და გააყოლა ამ კაცს მე ბალღი. გზიფული კიდეო რა, ანიქიდანაც გამამაყოლებენო, და კიდე ხო გავყიდიო და იქნება რამემ გამაიარო, კიდეო რაღაცაო და წავიდა, აბა ჩამოვიდა, მადლობა ძიაო რამე და მიიტანა და დაალაგა ეს ორი ვედრა ლეღვი და ეხლა ამავე ვინ დაასწის იქ ვაჭრობა, ხალხი, აი თვალებით, აი ჩემი ტავარი მოვიდა, აი ეს მოვიდა და აბა რას ეყიდი შვილო, რას ეყიდი და ამ იმაში რას ეყიდი და შუშა უჯამე აღარ აქვს ბალღელეღვი რა უმეყიდო არაფერი არ აქვს და დააღურე მილო აერე ერთი ვედრაში ჩადო აერე ადგა და არაფერი არ არის და უცბად ამი ბედზე დაინახა მანქანა ახალი ჟიგული ცელოფნებში და ტაქსი ნიშანია და ზედა ძალიან გაუკვირდა მაგრამ ეტყობა ღმერთს მაგამა მიგზავნა ესაო და მივიდა ძიაო ფული არ მაქვს აი ეგეთი რამე მამივიდაო რა, ჩემი გამჭირვებიაო, აი ეგეთი რამე უბედურობაო, შუშა მიჭამე მთელი ლეღვიო. ალიკვალი არ ვიცი აქავრობისაო, მაინც გურჯანამდე გადამიყვაო. ეგეთ ნორიდან განა რა არისო. ფული არ მაქვს, მაგრამ იმინიჭი მაინც მაქვს ღმერთმა რომ 10 წელიწადში რა მოხდება გეტყვიო. არაო შვილო მოიდაო კაცო მაგარი კი მეტყვიო, მაგრამ მეც ოჯახი პური ფული მიიდიძია და ასე იგი დაითანხმა რა და ეხლა ამ კაცმა იფიქრა. ბოლო ჩემი შვილი ხელა არისო და მადლმა ინს გავაკეთებო და უბანში კიდე გავებლატავებო მეტყვისო რა მოხდება 10 წელი მემრეო. აბა მოიდნენ აქა და ჩამოვიდა ბალღი, მადლობა ძიაო ეუბნება, ეს ვედრები ჩამაალაგა და მოუკეტა კარები, აბა კარგად იყავიო, რა სამოშვილო, შენ არ მითხარო რომ აიო 10 წელი მემრე რა მოხდებაო გეტყვიო. სუდამა ვიწყდა ეგა ძიაო. ჩაალაგა ვედრები და ეხლა უნდა ავდგე ცოტა მეც უხდება რა. ეს ვედრები გადაალაგა სახლი კარების წინ და აი ახლა უყურე ძიაო მე ახლა შეგვიდი გეტყვიო 10 წელი მემრეო ჩაიხადა შარვალი ებალღა აი ახლა ხო ჭუჭუაო 10 წელი მერე იქნება შენ დედაც და შაბრუნდა შარვალი აი ეგეთი რაღაცა იყო რა